აი სწორედ ამიტომ გეუბნებიან ექიმები და გთხოვენ, რომ ყველანაირი მეტალის ნივთი მოიხსნათ და დატოვოთ გარეთ, სანამ ჩეხვალთ MRI კვლევაზე, ანუ მაგნიტორეზონანსულ ტომოგრაფიაზე. MRI კვლევა შეიძლება არაპროფესიონალის თვალით გავდეს კომპიუტერული ტომოგრაფიის კვლევას, თითქმის ერთნაირად გამოიყურებიან აპარატები იმ განსხვავებით, რომ MRI-ის აპარატი უფრო დიდია და პაციენტი მთლიანად თავსდება იქ, სადაც ეს უშუალოდ მოძრავი მაგიდა შედის. ეს აპარატი არის პრაქტიკულად უდიდესი მაგნიტი, რომელსაც შეუძლია მსგავსი უზარმაზარი ნივთებიც კი, რომელიც მეტალს შეიცავენ, მიიკრას და აქედან გამომდინარე მოწოდებულია ის რჩევა, რომ ყველანაირი მეტალის ნივთი ადამიანმა ამ კვლევაზე შესვლამდე უნდა დატოვოს გარეთ. ეს საკვლევი მოწყობილობა რამდენიმე ნაწილისგან შედგება. პირველი არის მაგნიტი, რომელიც მაგნიტურ ველს წარმოქმნის, შემდეგ რადიოტალღების გამომყოფი მოწყობილობა და ასევე გრადიენტი და ამ ყველაფრის ერთდროულობა ქმნის იმ სურათს კომპიუტერული ტექნიკით ინტერპრეტირებულს, რასაც ექიმები შემდგომ ანალიზს უკეთებენ. იქიდან გამომდინარე, რომ ეს კვლევა დაფუძნებულია პროტონების მაგნიტურ გრადიენტზე და ამ მაგნიტური გრადიენტის მოდიფიცირებაზე ამ კვლევის დროს ეს კვლევა ადამიანების ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის. რაც შეეხება პრინციპს, აი ამ პროტონების მიმართულების ცვლილების დროს გამოყოფილი ენერგია დაფიქსირდება ამ აპარატის საშუალებით და კომპიუტერული ტექნოლოგიით ინტერპრეტირდება ისე, რომ სხვადასხვა ორგანოების და სხვადასხვა ქსოვილების ერთმანეთისგან გარჩევა შემდგომ შესაძლებელი ხდება.